ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა, რადგან ქალები ყოველთვის მონაწილეობდნენ მეღვინეობაში, უბრალოდ არ ყოფილა ცალკე ესე გამოყოფილი, როგორც ქალი მეღვინე. ეს ღონისძიება ძალიან საინტერესოა პოლონელი ხალხისთვისაც, რომ ქართველი ქალი დაინახონ სხვა კუთხიდან, როგორც ქართველი ქალი მეღვინე, რომელსაც შეუძლია არაჩვეულებრივი ღვინის წარმოება. ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად აი ესეთი გასვლები გაკეთდეს სხვადასხვა ქვეყნებში. გამოფენები მცირე მეწარმეებისთვის მით უმეტესად დამწყებისათვის, როგორც მე ვარ პირადად, ძალზედ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ეს როცა ხდება საქართველოს საზღვრებს გარეთ. ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ამ საქმიანობაში, თუმცა ესეთი ბიზნესის თვალსაზრისით ეს ფორმა მივეცით უკვე 2017 წლის მოსავალი პირველად ჩამოვასხით სიმბოლურად სულ რაღაც 60 ბოთლი. და უწონება დაიმსახურა ამ მცირეოდენმა ღვინომ, გადავწყვიტე რომ აი მომავალი წლიდან ცოტა წარმოება გამეზარდა და ამ ეტაპზე ასული ვართ მაქსიმალური რაოდენობა გვაქვს წლიური 1000 ბოთლის ფარგლებში. უკვე საკუთარი მარანიც ავაშენეთ და გაჩერებას არ ვფიქრობ. კრაკოვის გამოფენამ გვაჩვენა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი სახის გასვლები ქართველი მეწარმე ქალებისთვის. აქ იყო წარმოდგენილი 20 ღვინის მწარმოებელი ქალბატონი, რომელთა თითოეულ ბოთლში იყო დამალული მათი ისტორიები და მათ უკან დგას ძალიან დიდი შრომა. დღევანდელმა დღემ ნამდვილად ცხადყო ის, რომ ჩვენს პროექტს ქართველი მეღვინე ქალები საზღვრებს გარეთ ნამდვილად გაგრძელება უწერია და პროექტის სიცოცხლის უნარიანია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს ქართველი მეღვინე ქალები საზღვრებს გარეშე და დღეს რომ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ეს ქალბატონები წარადგენენ თავიანთ ღვინოს დამთვალიერებლების წინაშე, არის ძალიან დიდი დამსახურება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბატონი ლევან მეხუზლას და ამავე სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქალბატონი თამარ მეტრაველის. ჩვენ აქტიურად ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა მომავალშიც, რათა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალბატონებს უფრო მეტად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინონ თავიანთი თავი და აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ დარგში მათი, როგორც უმცირესობაში მყოფი ადამიანების საჭიროებებს. გეგმები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ჩვენ უკვე გავაფორმეთ მემორანდუმი პოლონელ მეღვინე ქალბატონებთან. გეგმაში გვაქვს ასეთივე მემორანდუმი გავაფორმოთ ფრანგებთან, იტალიელებთან, ესპანელებთან, რათა უფრო უკეთესად გავიცნოთ ისინი. თითქმის ყველა ქალს ერთი პრობლემა აქვს და აქ არაფერ შუაში არ არის საზღვრები. ეს არის აბსოლუტურად საერთო პრობლემები და ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ ამ პრობლემას. ერთმანეთს დავეხმარებით და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ გამოცდილებას მიღწევს. Marina.